მეგარი არ უნდა всё ჩავთე და დარეკემიდე. შეგვიძლია. რომელი გავიკეთოთ? ეს ხო არ ჯობია. всё, ეგ არის? კაი. მზად ხარ? აჰა. მაშინ 3 2 1 და დავიწყეთ. Camera speed, sound production, take 1. Right, quiet on the set. იყო რისკი? რისკი იყო თავიდან ბოლომდე, კი აბა რა. და რისკი იყო ყველას მხრიდან. იყო ჩვენი მხრიდან რისკი, იყო სუხიშვილების მხრიდან, კარნეგისთვისაც, იმიტომ რომ მათთვის სრულიად უცხო და ახალი პროდაქშენი ვართ და ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც მათი ბრენდის ქვეშ მათ შენობაში იმართება, რასაკვირველია მათი დიდი პასუხისმგებლობაც არის. ამიტომ ყველას მხრიდან იყო რისკი და ეს რისკები დაბალანსდა ერთმანეთის მიმართ ნდობით. კონკრეტულად რა იყო გასარისკი მაგალითად? ჯერ ერთი მოყვავდა დიდი ჯგუფი. 60 ადამიანზე იყო ლაპარაკი. ოღონდ ეს ჯგუფი მარტო ის კი არ რომ ჩამოიყვანო და ჰოსპიტალიტი გაუწიო და სწორად ორგანიზება. ანუ უნდა გაგვეკეთებინა სამუშაო ვიზები ყველასთვის. უნდა ეს ყველაფერი გავეყოფილიყო კონკრეტულ ვადებში გაწერილი. მოგვეგვარებინა ლოჯისტიკა, მენეჯმენტი, უნდა გაგვემართლებინა მათი მოლოდინი და რაც მთავარია, რეპუტაციაზე ალაპარაკი. ანუ ყველაზე მეტად საბოლოო ჯამში ყველას შეცდომების დაშვების გვეშინია, იმიტომ რომ ჩვენი პროფესიული ბიოგრაფიას რაღაც ჩრდილი არ მივაყენოთ, ხო? და სუხიშვილები 80 წელია არიან პირველები თავის საქმეში და როდესაც განდობენ ამ ხელა ღონისძიებას. ხო, რასაკვირველია, ძალიან დიდ რისკს წევენ. მით უმეტეს, როდესაც არ გვითანამშრომლია არასდროს ერთად. ზარი რომ შემომივიდა რაღაცა ტკბილ ხმიანი რა გოგოსგან გამარჯობათ მე ვარ სალომე დილოაშვილი რაღაცა მინდა წაგიყვანოთ კარნეგი ჰოლში და ნუ რაღაცა ზრდილობის და თავაზიანობის პარკლებში უსმენ მაგრამ არ მინდა რომ რაღაცა ესეთი კითხვები დავსვა და უთხრა რომ გოგონა საერთოდ თუ ხდებით რას მელაპარაკე რა კარგია. კარგი. დროებით მაისო. საერთოდ ძალიან ფრთხილად ვარჩევთ პროდიუსერებს და ანსამბლს უკვე ამდენი წლის მანძილზე რაღაც ისეთი ურთიერთობები გვაქვს პროდიუსერებთან, რომელთანაც 10 წლებია მუშაობთ და ახალ პროდიუსერთანაც დიდი სიფრთხილით ვიწყებთ, ასე ვთქვათ, საერთოდ საუბარს სამომავლო ამაზე. მაგრამ გასაკოცარი რა იყო, იცით, ამ საუბარში იგრძნობოდა ისეთი თავდაჯერება და ისეთი დარწმუნებული იყო, რომ ამას შეძლებს და საერთოდ ეჭვიც არ ეპარებოდა. ეს ძალიან გადამდებია. იმ პერიოდში ამერიკელი პროდიუსერი გვთავაზობდა ორკვირიან გასტროლს ამერიკის რამოდენიმე ქალაქში და უნდა ამერჩია კარნეგი ჰოლში ერთი კონცერტი თუ ორკვირიანი ტური ამერიკის შეერთებულ შტატებში.
და აი ამ გადაწყვეტილის მიღებაში ბევრი არ მიფიქრია ნამდვილად, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ კარნეგი ჰოლი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრესტიჟული დარბაზი, სადაც ჩვენ არ გამოვსულ ვართ არასდროს. მე 20 წელია უკვე აქ ვმუშაობ და არ მახსენდება მართლა გულწრფელად არც ერთი შემთხვევა, როცა რაღაცა სარისკო ან ერთი შეხედვით შეიძლება გიჟური იდეათ რაც შეიძლება ვიღაცა მიიჩნიოს, აი ინტუიციურად აი ეს რისკზე წასულიყო ნინო, ნუ პირველად არა ილიკოსთან ერთად რა თქმა უნდა შეთანხმებულად და ამ ეს არ გამართლებულიყო. ამიტომ ძალიან ისე ყურადღებით მოისმინა და აი დაუფიქრებლად მიიღეს გადაწყვეტილება ორივემ ნინომაც და ილიკომაც რომ გვირჩევნია ერთი კარნეგი ჰოლის კონცერტი ვიდრე თქო რაღაცა ბევრი სხვა. ინტუიციურად აი რატომაც ვიგრძენი რომ ეს ის ადამიანია ვისთანაც ერთად ჩვენ თანამშრომლობა გამოგვივა და ჩვენ საქმეში ალბათ ინტუიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვენდობი საკუთარ ინტუიციას. ნამდვილად ესე იგი არ წაგვიგია, სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული და აი ჩვენი ანსამბლის ისტორიაში ჩაიწერა კიდევ ერთი ცნობილი დარბაზი კარნეგი ჰოლი და ეს წარმატებული პროექტი და წარმატებული კონცერტი შედგა. დედა ჩავედი დედა. მოხდი საავადმყოფოში. იმდენად ემოციური ადამიანი ვარ და თან აი ეს მთელი ემოციები და პასუხისმგებლობით ვუდგები საქმეს. რა მე არ აქვს უშუალო რაღაც კარგად დამთავრდება თუ ცუდად. ეს ემოციები მაგდებს. ამ მთელი ამ პროცესის მანძილზე ხო ძალიან ბევრი სანერვიულო სტრესული მომენტებიც იყო. ის მავშვიდები და კარგი ნერვიულობ გამო ხანდახან ის დამირეკავდა რაღაც ანერვიულებული და მე ვამშვიდებდი და ეს ერთმანეთის დამშვიდები არც ერთ მომენტში არ შეგვპარვია ეჭვი რომ რა პრობლემაც არ უნდა გაჩენილიყო გზა და გზა აი მაინც ყველაფერი რომ მოგვარდებოდა ეს ვიცოდით სულ საავადმყოფოში აღმოჩნდი დამაგდო, მაგრამ ვერ წამაქცია და ვერ გამაჩერა ერთმა ამბავმა, რომელიც იყო პირველი შოკი მთელი ამ სამზადისის პროცესში. ანსამბლს არასდროს არ ქონია არც ერთი ქვეყნის ვიზის მიღების პრობლემა, მაგრამ იმდენ საბუთს ითხოვენ და საერთოდ ეს პროცესი ამერიკის საემიგრაციო პეტიციის განაცხადის შეტანიდან უკვე უშუალოდ თბილისში საკონსულოს შესვლამდე აი ეს რაღაც რამდენიმე თვიანი უზარმაზარი შრომა, უამრავი საბუთის შეგროვება, აპლიკაციების შევსება, კოშმარად მახსენდება ეხლა მეც და ალბათ სალომესაც და მაგრამ მქონდა ეგეთ შემთხვევა რომ ჩვენ განათების რეჟისორს ბოლო მომენტში კიდევ რაღაცა დამატებით საბუთები მოთხოვეს და კარნეგი ჰოლთან გვაქვს უკვე ბოლო შეხვედრა პროდაქშენის ეს ის პერიოდია, როდესაც ვიზები გაშვებულია, პეტიციები, ველოდებით უკვე საბოლოო პასუხს ჯგუფების დასტურს საიმიგრაციო სამსახურისგან და აი კარნეგისთან როგორი შეხვედრა გვაქვს, იცი რა, ძალიან სკრუპულოზურად რო გავდივართ ყველა დეტალს. You can do whatever you want with it. You can make this. და ამ დროს მომდის ჩვენი იურისტისგან იმეილი. სადაც წერია, რომ სალომე სამწუხაროდ განათების რეჟისორთან დაკავშირებით საიმიგრაციო სამსახურს აქვს კითხვები და უნდა გააკეთო არჩევანი. ან უნდა გავრისკოთ და დამატებითი ევიდენსები წარუდგინოთ, რატომ არის აუცილებელი ამერიკის ტერიტორიაზე მისი ყოფნა და რატომ ამერიკელი ვერ ჩაანაცვლებს განათების რეჟისორი ვთქვათ მას ფუნქციურად. ან უნდა უარი ვთქვათ მასზე. რაც ანსამ კონცერტისთვის იქნებოდა ყველა სიტუაციიდან გამოვძრებოდით ალბათ მაინც, მაგრამ გოჩას იქ ყოფნა ნიშნულოვანი იყო. ახალი წლის პერიოდი იყო, ძალიან გადატვირთული იყო ყველაფერი და იმის გამო რომ ძალიან ვადაში გაიწელებოდა პოსტით რომ გაგვეგზავნა დოკუმენტი, მომიწია რომ გავფრენილიყავი ერთი ღამით საქართველოში.
და ეს იყო ძალიან ექსტრემალური თავგადასავალი ჩემთვის. 11 საათიანი გადაჯდომის შემდეგ თვითმფრინავში ჩავჯექი და მეუბნებიან, რომ თვითმფრინავი გაფუჭდა და ფრენა გადაიდო კიდევ 12 საათით. ხო და ყველაფერში პოზიტივი მოვძებნოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს თვითმფრინავი შეიძლება ჰაერში გაფუჭებულიყო და ეს ვიდეო საერთოდ ვერ ჩავეწერა. 6 იანვარი იყო, რო ჩავფრინდი საქართველოში გამთენიას. მივიტანე დოკუმენტები სუხიშვილების ოფისში, პეტიციები და შობის ღამეს დავრჩი საქართველოში და მეორე დილით თუ საღამოს ზუსტად არ მახსოვს, გამოფრინდი სასწრაფო წესით ამერიკაში. ასწრაფ ჩატანა, აღარ დავეძებ შენს წვალებას. ალბათ ვასწრებ, იმიტომ რომ ორი რეისი ავიდა, ეხლა თურქეთში უნდა გადავფრინდე პირდაპირ საცვლად და თურქეთიდან თბილისში. უკვე როგორი დაღლილი სახე გაქვს. კაი, ძალიან მიდიაბა შენიცი. ფრენა გადაიდა. საბოლოოდ როგორ მოგვარდა, რა მოხდა? რასაკვირველია, ამ რისკმაც გაამართლა. აღოდ ეს არ იყო რაღაც გემბლინგივით გათვლილი რისკი, ეს იყო ძალიან სწორად გაკეთებული რისკი ჩემი აზრით. დრო იყო მხოლოდ ფაქტორი რა რისკის. და გავგზავნეთ სასწრაფოდ დამატებითი ევიდენსები და რა თქმა უნდა დასტური მოვიდა. ვიზების საკითხი, რომელიც ინდივიდუალურად განიხილება. რამდენად მარტივია ზოგადად ამ თემასთან ჭიდილი? ეგ ნაწილი თქვენი საქმიანობის. ეს არის ძალიან მაღალი ბიუროკრატია და ალბათ ეს არის მთელს ამ პროცესებში ერთადერთი ამბავი, რასაც ბოლომდე ვერ გააკონტროლებ. იმიტომ რომ ბოლო წამამდე არ გაქვს იმის გარანტია, რომ შენი მოთხოვნა სამუშაო ვიზასთან დაკავშირებით იქნება დაკმაყოფილებული მიუხედავად იმისა, რა ტიპის და რამდენად ძლიერ დოკუმენტაციას წარადგენია. ამ შემთხვევაში 60 ადამიანის სამუშაო ვიზა გავაკეთეთ და ძალიან ის კომპლექსური იყო ეს პროცესი, მაგრამ ჩვენმა ამერიკელმა ადვოკატებმა სუხიშვილების სამოგზაურო წარსულმა და ჩვენმაც ასევე კომპანიის დამსახურებებმა ამ ქვეყნის წინაშე რაღაცნაირად შევძელით, რომ მოგვიპოვებინა ეს ვიზები და ამ რეჟიმში ვაგრძელებთ ახლაც. საერთო ალარმი. კიდე ერთხელ ესეთი რამე იქნება და მოიხსნება კონცერტი საერთოდ. ნუ ხარ სათითო ვიაროთ, ვერ გავიგე. წარმოიდგინეთ, უკვე აი ყველაფერი აწყობილი, აი როგორც საათის მექანიზმი ზუსტად ესე და აი რამდენიმე წუთია, ბოლო 20-25 წუთი დარჩენილი ლაივამდე და აი ყველას თავის ადგილი აქვს, ყველას თავის საქმე აქვს, აი ეს ტემპია და უცბად ირთვება ალარმი, ანუ სახანძრო ალარმი და მთელ შენობაში აი წარმოუდგენელი წიბილის თუ რა ქვია, არ ვიცი, ხმა სიგნალიზაცია ჩაერთო მოკლედ. ყველა თეატრში რა თქმა უნდა თავისი წესები, მაგრამ აქ კიდევ უფრო მეტი განსაკუთრებით ეხებოდა ეს უსაფრთხოების ნაწილში ყველგან რაღაც ალარმია და კი გაგვაფრთხილეს, მაგრამ აი ჩვევარჯულზე უმტკიცესით როგორ არის. მიჩვეულები არიან ჩვენი მოცეკვავები, რომ ეს ეჩქარობს, უნდა დააუთავოს და რეპეტიციაზე გადის, თან რაღაცა ემზადება და იხევს ფეხს და ამეთი საკიდი გაღებული კარზე ჩამოკიდა. ანუ უცებ მიკიდა ეს თავისი კოსტიუმი და გაიარა და თუმცა იმაზე არაფრის ჩამოკიდება არ შეიძლება. რომ აი გაღებულ კარზე რომ რაღაც ჩამოკიდა, რა მოხდა, ხო? და ჩაირთვეს ალარმი და თურმე კიდევ ერთხელ თუ ჩაირთვება ალარმი, პირდაპირ წყალი ის კარნეგი ჰოლი წყალში. ეს კარი დიდხანს გაშენებული რაღაცა ავტომატიკადია, ყველაფერი და პირდაპირ შეიძლება რაღაცა მომენტში ჩაირთვეს, ხაზარს აწინაყოს წყალი ჩამოვიდეს. ჩვენთან არაფერი არ არის ისეთი, სულ ღია, კარები აღშერეთ.
გეუბნები შეჯამებიზე და ნუ მაშინ მივიღეთ ის გაფრთხილება, რომ ოკეი, ახლა შევაჩერებთ ამ ყველაფერს, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ განმეორდეს, ჩვენ ვეღარ შევაკავებთ სახანძრო დეპარტამენტს და ისინი აუცილებლად მოვლენ და შემდეგ უკვე გაიდების მიხედვით მოგვიწევს, რომ ღონისძიება გავაუქმათო. ბევრი უცნაური და გასაკვირი წესია კარნეგი ჰოლს. იცი, ვიღაცისთვის შეიძლება ეს წესები იყოს უცნაური. მე არც ერთ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ კაბალურად შეიძლება მოგეჩვენოს რაღაც წესები, არ მქონია ის განცდა, რომ რაიმე არის უცნაური, იმიტომ რომ თითქოს ეს ერთი შეხედვით უცნაური წესების არ დარღვევის შემთხვევაში აწყობილ ძალიან გამართულ პროდუქტს ან პროექტს იღებ. ამიტომაც თითქოს ერთ-ერთი ნებისმიერი უცნაური წესის დარღვევა შეიძლება მთლიანად ჩამოშალოს რაღაცა, შედეგი ვერ დადოს. ამიტომაც არაფერი არ არის უცნაური, მაგრამ შეიძლება განსხვავებულია, ვთქვათ, იმისგან, რასაც ვართ მიჩვეული პროდიუსერები ან საქართველოში, ან დანარჩენ სხვა ქვეყნებში, ხო? იმიტომ რომ რაღაც ბიუროკრატიის ქვეყანაა ამერიკა. თავარი რა არის კიდე, იცი, რომ ყველაფერს წინასწარ გითანხმებენ, ანუ გაწერილია ყველაფერი. კარნეგი ჰოლის წესები ალბათ სამხედრო წესებს გავდა, წყლის დალევასაც ნებართვა უნდა და ყველა გადაადგილებას ნებართვა ჭირდებოდა. წინასწარ ქონდა გაწერილი, რომელ სართულზე უნდა ასულიყავი რამდენჯერ, რამდენი ხანი უნდა გადაგეღო, აი ვიდეო გადაღების უფლება, მოგცეს სულ 30 წუთი. მე კი ვიფიქრე თავიდან მეთქი 70 წუთს ვინ გამიკონტროლებს თქო და უცბად ფიქრი დასრულებული არ მქონდა, ერთი ადამიანი მომიჩინეს, რომელიც თან დამყვებოდა მთელი კონცერტის განმავლობაში და აკონტროლებდა რას ვიღებდი და რამდენს ვიღებდი, იმიტომ რომ არ მქონდა მაგალითად დარბაზში გასვლის უფლება არ მქონდა. მარტო კულისში უნდა მემუშავა და სწორედ ამიტომ დარბაზში ფოტოგრაფი ყავდა. კონკრეტულად ერთ ლოკაციაზე, მასაც მიუჩინეს ადამიანი, ისიც კონკრეტულ წერტილზე იდგა. ნუ მე კულისში დავდიოდი მაინც, მაგრამ ის ვერ დადიოდა. ერთი მოხაზული ადგილი ქონდა, საიდანაც უნდა გადაეღო ფოტოები. ევა კაპანაძე, ჩვენი ფოტოგრაფი და ძალიან მკაცრად კონტროლდებოდა. ესეთი კონტროლი ალბათ არ ვიცი, პენტაგონის შენობაშიც შეიძლება არ იყოს. ჩემთვის აღმაფრთოვანებელი ის არის, რომ არ არსებობს გამონაკლისები. ანუ ეს წესი არის ყველასთვის. ჩემთვისაც, დათესთვისაც, ვინმე მეთიუსთვისაც და რობერტ დე ნიროსთვისაც. ანუ როდესაც კულისში შემოვიდა რობერტ დე ნირო, უცბად ყველას გაუჩნდა იმის სურვილი, რომ ფოტო გადაეღო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათთვისაც ისტორიული დღე იყო და თან ესეთი ცნობადი სახე, მათთვის საყვარელი მსახიობი რო ესწრებოდა და სურვილი რომ გამოთქვა, რომ კულისში შესულიყო, მათთვის ცალკე დიდი მიზეზი იყო ამის, რომ გახარებოდათ იქ ყოფნა დე ნიროს. თუ წინასწარ არ არის გაწერილი ნებისმიერი მოქმედება, რაც უნდა მოხდეს კულისში იქნება ეს თუ სცენაზე, არ მოხდება რა. როცა ყველას მოუნდა ეს ფოტოს გადაღება და სამ პატარა იყო ეს კულისის ადგილი, სადაც დე ნირო იდგა და ყველა ფოტო და ეს კაცი ალბათ ცოტათი შეწუხდა და მიხვდა, რომ მოდი იქ დიდი სივრცეა და გავიდეთ და ყველამ ერთად ფოტო გადავიღოთ და მოკლედ დე ნირომ თქვა, რომ სცენაზე გავიდეთ და ყველამ ერთად ფოტო გადავიღოთ. ამ ამბავს მოყვა, არ ვიცი, ალბათ მრისხანება იქაური მენეჯმენტის, რომ რას ქვია, სცენაზე ვერავინ ვერ გავა. მართალია, მაინც გავიდნენ, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი ისე, რომ თვითონ ის დე ნიროს კი ვერ მიხვდა, სცენაზე ისე აღმოჩნდა. დე ნირო თვითონ გაუძღვა ყველას, ამიტომ წინ მიდის და ეს მოცეკვა მოდით გადავიღოთ ფოტო. უცბად კარნეგი ჰოლის მენეჯერი აი ესე წინ გადაუდგა. ოღონდ აი არ ვამეტებ, წინ გადაუდგა და აი ესე გაუკეთა, რომ არა, აქ არ შეიძლება. და მას ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს შეცვა, ვერ ვიტყვი რომ უკადრე, ანუ არ მინდა ესე დეტალებში ჩასვლა, მაგრამ
გაუკვირდა. და მოკლედ საბოლოოდ მაინც გადაიღეს ფოტო და იქ მენეჯერმა ძალიან საყვედური მითხრა, რომ მე ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი და დამცირებულად, როდესაც აბსოლუტურად არ გაითვალისწინეს ჩვენი მითითებაო. ველოდებოდი, რომ სერიოზული ჯარიმა მოვიდოდა ამ ის დარღვევის გამო, მაგრამ ბუნებრივია გაგვითვალისწინეს, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ არც ჩემი დანაშაული არ იყო იქ არაფერი და რაღაც სიტუაცია მოიტანეს აღტკინება. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ღირდა ამათ. მარტო ილიკოს და რობერტ დე ნიროს დიალოგი და შეხვედრა ღირდა იმ ყველაფრად, რაც იქ ხდებოდა. Our favorite artist. Second. Legendary. Second favorite. Do you know who is first? Who? My grandpa. Who was the founder of this company? Yes. You know, I went to Georgia. You know, I know the whole 90s. Yeah, but we were in the tour at that time, Yeah. all around the world, so we couldn't meet. no, I mean, it's so many years. Yeah, it was many years ago. 90s. That's why he came tonight to finally meet you after all that time. როგორ მოხდა დე ნირო კონცერტზე? ჩვენ როდესაც ვაკეთებთ სხვადასხვა ღონისძიებას, ანუ მარტო ის კი არის, რომ წარმატებული კონცერტი ან რაღაც სანახაობა გავმართეთ და დავიშალეთ. არა, ამ ყველაფერს აქვს შესავალი და შემდეგ გაგრძელება. ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია არის ის, რომ აუდიტორია იყოს ძალიან სწორად და მიზნობრივად შერჩეული. აქ მარტო სელებრიტებზე და ცნობილ სახეებზე არ არის ლაპარაკი. ნიუ-იორკის კულტურულ ელიტას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც შემდეგ განსაზღვრავენ სხვადასხვა არა მარტო არტისტების, მე მგონი ქვეყნების პოპულარიზაციასაც. ხო, აქედან გამომდინარე, ამის მიხედვით ყავდა შერჩეული, ვინ მოვიდოდა, დაახლოებით 10 სხვადასხვა ქვეყნის ელჩი იყო დარბაზში თავის ოჯახებთან ერთად. იყო Forbes-ის, Vogue-ის ხელოვნების განყოფილების რედაქტორი, იყო New Yorker-ი, New York Times-ის რამდენიმე წარმომადგენელი, იყო მეტროპოლიტენ ოპერას ხელმძღვანელი, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, ვინც ხელოვნების მეტრები არიან, მოკლედ რა და ქმნიან ამ სფეროს და ჩვენ უბრალოდ კი არ ვეპატიჟებით, ან ბოლომდე მე პირადად კომუნიკაციაში ვარ მათთან, პირად იმეილებზე ვეკონტაქტები, აბა როდის მოვლენ პირადად ხვდებით, გადავცემთ მოსაწვევებს, ვიცით სად დაჯდებიან, ვეკითხებით სად ურჩევნიათ რომ დასხდნენ და ეს ყველაფერი ხდება კონცერტამდე, ანუ ლამის სანამ ჩავუშვებთ ბილეთებს გაყიდვაში, იქამდე რომ მათ თვითონ დააპრიორიტეტონ სად უნდა დასხდნენ და უნდათ თუ არა გამოჩენა და ასე შემდეგ. რობერტ დე ნიროსთან კონტაქტზე გავედით ქართველის წყალობით, რომელიც მასთან მუშაობს. ჩვენ არ დავარყოთ რა თქმა უნდა მის privacy-ს და ანუ არ ვიტყვით რად მუშაობს, ვინ არის და ასე შემდეგ, მაგრამ ქართველობამ ბევრი რაღაც გადაწყვიტა რა. მან ის ნამყოფიც არის საქართველოში, შესაბამისად მის დატვირთულ აჯენდაში ისე მოხდა, რომ დააპრიორიტეტა ჩვენი ღონისძიება მოვიდა. სათუო იყო მეორეზე განყოფილებაზე დარჩებოდა თუ არა, მაგრამ რა თქმა უნდა დარჩა და მეტიც კულისებშიც შემოვიდა თავისივე ინიციატივით. We need 30 more minutes, please. ესები არ არსებობს. ვერავის ვერ ვხედავ, ბნელი იყო. ანუ არ მახსოვს, არ მინახავს რა ხდებოდა. ხებში ჟრიალი და ეს იყო ჩვენთვის რაღაც ფილმის კადრი. მაშინ როდესაც თვითმფრინავის ბორბულების შეეხო თბილისის მიწას. აი ეს იყო აი რომ შესუნთქული გაქ და აი და მორჩა და აი ამოისუნთქე.